პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი ვანო წერეთელი გამარჯობა ბატონო და მადლობა რომ შემოგვერთით. მადლობა პირიქით, მადლობა. ბატონო, აი გავხსნათ ჩვენი ინტერვიუც ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური თემით, რომელმაც ახალი და სერიოზული, ასე ვთქვათ, პრობლემების წინაშე შეიძლება დააყენოს არა მხოლოდ კონკრეტული ოპოზიციური პარტიები, არამედ ქვეყნის დემოკრატიული და მრავალპარტიული სისტემა. გულისხმობ ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილ სარჩელს და მოთხოვნას აიკრძალოს სამი ყველაზე რეიტინგული და ყველაზე დიდი ოპოზიციური სუბიექტი. აი თქვენი პარტია ერთ-ერთია, როგორც უკვე უთხარით მაყურებლებს, ასაკრძალი პარტიების სამეულში, ამიტომ თავდაპირველად გითხარით, რა არის თქვენი სათქმელი დღეს ქართული ოცნებისთვის და აქვე ევროპარლამენტარი რასა იოკნევიჩიანი ეხმაურება სოციალურ ქსელში ამ თემას და გარდა იმისა, რომ თქვათ შოკის მომგვრელს უწოდებს იმას, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, აცხადებს იმასაც, რომ ქართული ოცნება ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება. პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდანო ეს არის მისი პოზიცია. რამდენად მივედით აქამდე? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ეთერისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. აქ მთავარი რაც უნდა ითქვას, რაც არის სათქმელი, მთავარი არის აღქმები, რაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ცდილობს რომ შექმნას ის აღქმები, რაც მას უნდა. მოდი პირდაპირ თქვათ, რომ არ არის ასაკრძალი პარტია, უკვე ესენი არის აკრძალული პარტიები, იმიტომ რომ თავი რატომ ვამბობ ამას, იმიტომ საქართველოში რა თქმა უნდა არ არსებობს სასამართლო სისტემა, იმდენად რამდენადაც შეტანილი აქვს აქ ვილაპარაკეთ. ჩვენ ეს არაფერს არ შეცვლის, ანუ ეს არის არა სასამართლოს შეტანა, არამედ დავალების მიცემა, რომ ეხა აკრძალე ეს პარტიები და შემდგომში მე აკრძალეს სხვა ყველა დანარჩენი. ანუ ელოდებით დადასტურებას საკონსტიტუციო სასამართლოს რაღაც არავინ ელოდება იმას, რომ რომელიმე მოსამართლე, რომელსაც ამას დაავალებენ, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც არ აწყობს ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ ეს საკითხი უნდა მოხსნათ, რატომ? იმიტომ რომ თუ კი ვლაპარაკობთ ჩვენ იმაზე, რომ ავტოკრატია, პირველი ავტოკრატიაში და იმ სისტემაში, რომლისკენაც ბიძინა ივანიშვილი მიგვაქანებს, სწორედ სასამართლო სისტემა, რომელიც უნდა ჯიბეში ჩაისვას და ეს ამას მეტყველებს. ამიტომ ჩვენი აკრძალვით კეთდება ორი რამ. ბიძინა ივანიშვილი აჩვენებს იმას, რომ საქართველოში უბრალოდ კლავს დემოკრატიას, იმიტომ რომ პარტიების აკრძალვა არაფერი არ არის სხვა იმისი, თუ არა დემოკრატიის განადგურება. აქ ჩემამდე გამოსრულებმა ამაზე ისაუბრებს და მეც ორ სიტყვას დავამატებ. ლეგიტიმაციის მთავარი ფორმა, მას მერე რაც დემოკრატია გახდა მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე ლეგიტიმური ფორმა სამყაროში და იმ ნაწილში, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ეს არ აწყობს ბიძინა ივანიშვილს, მარტივად რომ ახსნათ, დემოკრატია, თავისუფალი სასამართლო, არასამთავრობო სექტორია, შემადგენელი ნაწილები, ეს ის სივრცეა, სადაც ბიძინა ივანიშვილი როგორც პოლიტიკოსი ვერ იცოცხლებს. ეს სივრცე მისთვის არ არის სასიცოცხლო. ამიტომ ის ანადგურებს იმ სივრცეს, რომელიც მას გაანადგურებს როგორც პოლიტიკოსს, თუ როგორც მიმტაცებელს, როგორც უზურპატორს და აწესებს იმ წესებს, სადაც შეუძლია რომ გადარჩეს. რეალურად ეს არის ვაბანკი, მე ვფიქრობ შეიძლება ეს ჩანს ისე რომ ახლა რა თქმა უნდა ის მძლავრობს ჩვენზე, ნამდვილად ასია, იმიტომ რომ აკრძალა, იმიტომ რომ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, ჩვენი ლიდერები ციხეში სხედან, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ძალიან სწრაფად ათამაშებს იმ კარტებს, რომელიც სხვა ქვეყნება ძალიან ნელა გაატარეს და ამ კარტის გათამაშების პროცესში გაწელეს მათი ყოფნა, რაღაცნაირ სიგიჟის ზღვარზე გავდივარ და ეს სიგიჟის ზღვარი თავიდანაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ვერ გაუძლებს სისტემა ამას შიგნიდან, იმიტომ რომ რთულია იმის შექმნა საქართველოში, რაც თუნდაც ბელორუსია, იმიტომ რომ ამას ისტორიის შეფასებაც შედარებაც ჭირდება. აქამდე მოვალთ, იქამდე მინდა რომ სასამართლოსთან მიმართებით ჩაგეკითხოთ, ეხლა არ გაქვთ სასამართლოს მხრიდან დამოუკიდებელი გაწყვეტილება, უბრალოდ ხო, სამართლიანი გაწყვეტილების მოლოდინი, თუმცა ინიკა გვარამია ამბობს, რომ რუსთავის საპატიმროდან აპირებს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში სიარულს იმისთვის, რომ დაიცვას პარტიის ინტერესები. მაშინ რატომ აპირებთ რომ ჩაერთოთ, ესე ვთქვათ, აქტიურად ამ პროცესში და რადგან აპირებთ პარტიის ინტერესების დაცვას, აქვე კიდევ ერთი კითხვა, ხა უშუალოდ პარტია ახალთან მიმართებაში ოცნება პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნას ასაბუთებს იმით, რომ თქვენი პოლიტიკური ძალა ცდილობს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას და ძალადობით შეცვლას, ისე როგორც ხელს უწყობთ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოურ ძალებს. აი რა იქნება პროცესზე საპასუხო არგუმენტები, რომ კონსტიტუციური წყობილების დამხობა თქვენი პოლიტიკური ძალის, ასე ვთქვათ, მიზანი არ არის და არც არასდროს ყოფილა.
ხო, ძალიან საინტერესოა, პრინციპში საინტერესო კი არა, პრინციპში მოდი ამ სიტყვასაც გამოვიყენოთ, ლოგიკურად იქცევა ბიძინა ივანიშვილი, ამის რა თქმა უნდა, მისი უარყოფითი თუ დადებითი გაგებითაც როგორც გნებავთ, რას გულისხმობ ამას, ანუ აქით გვედავება იმას, რასაც რეალურად თავად აკეთებს, ანუ ეს არის პარტია, რომელმაც არაერთ გზის ასე ვთქვათ ბოდიში ამ გამოთქმაზე, მაგრამ თავზე გადაგვახია საქართველოს კონსტიტუცია. ხვასია თქვათ, იგივე თუნდაც ის კომისია, რომლის დასკვნებია ერთ-ერთი მთავარი არგუმენტის მომტანი აი ამ გადაწყვეტილების მიღებაში სრულად არაკონსტიტუციურია, იმიტომ რომ ის ჩამოყალიბება არ იყო ისე კონსტიტუციის განსაზღვრული, როგორც ის მუშაობდა. ამას გარდა ისინი ანგრევენ და ახლა უკვე გაიჟღერა მაგალითად იმან, რომ კონსტიტუციიდან უნდათ ამოღება იმ ძალიან მნიშვნელოვანი მუხლის 71 მუხლის. ასევე განათლების სისტემასთან მიმართებაში ერთ-ერთი მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს განათლების სისტემის თავისუფლებას და ავტონომიას, უმაღლეს განათლებას გულისხმობ, ესეც რა თქმა უნდა უგულებელყოფილია. ანუ პარტია, რომელიც რეალურად ძალაუფლებას ინარჩუნებს სწორედ კონსტიტუციური გადატრიალების გზით და ქვეყანას წაართვა ყველა ის უფლება, რომელიც რის ციგულისთვისაც არსებობს რეალურად ეს კონსტიტუცია, გვედავება სრულიად დაუდასტურებელი რაღაცა სიტყვებით. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ისე როგორც მისი გამომწამკითხველი, ასე ვთქვათ, აი ვინც კითხულობდა მას, ხო, ეგრეთ წოდებული წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის სრულიად დაცლილი შინაარსისგან და მეორე ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, რომელიც გუშინ პირდაპირ ეთერში ყავდა იმედის არხზე და სრულიად წარმოუდგენელ ზღაპრებს ყვებოდა საქართველოს უახლესი წარსულიდან, ხო? ანუ ისტორიის გამოყენებას ცდილობენ არგუმენტებად იმისათვის, რომ შექმნან აი ის განწყობა, აქ დასაწყისში მე განწყობები ვახსენე და ეს არის აუცილებელი პირობა, იმიტომ რომ აქ არაფერი არ დადასტურდება. შეუძლებელია იმის დადასტურება, რასაც ისინი საუბრობენ, ამიტომ ისინი ქმნიან განწყობებს, აღქმებს და რას გულისხმობ? სრულიად უპასუხისმგებლოდ მოყოლილი წარსულის ისტორია, გამოტოვებული ის ამბები, ფაქტები და დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს აბსოლუტურად სხვა რამეს, იგივე 2008 წლის ომთან დაკავშირებით, 2003-დან 2012 წლამდე საქართველოში არსებული რეალობის, 2012-დან 25 წლის ჩათვლით ოპოზიციური პარტიების მოქმედებების, ეს არის სრულიად მე არ მინდა გამოვიყენო ის უპირატესობა, რაც მე მაქვს, იმიტომ რომ მე ისტორიკოსი ვარ და ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ისტორიის ისე ინტერპრეტაცია, რომელიც შენ საკუთარი ნაბიჯების ლეგიტიმაციისთვის გჭირდება. ამიტომ მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის ვაბანკზე წასვლა, კიდე ერთხელ ვამბობ, ისინი საბოლოო ჯამში აი ამ საუბრით, აი ამ საქმის კეთებით თვითონ ქმნიან საკუთარი მერე თავისუფალ სასამართლოში გასასამართლებლად ძალიან კარგ საძირკვლებს და საფუძვლებს, რომელიც გამოიყენებული იქნება მათ წინააღმდეგ. აი ქართული ოცნების გეგმა მოახდინოს სამი პარტიის, მათ შორის თქვენი პარტიის აკრძალვა, როგორც სulis თქვენი პარტიის გეგმას იბრძოლოთ იმისთვის, რომ შეცვალოთ ქართული ოცნება და რატომ მინდა ეს კითხვაც დაგისვათ. აი დღეს თქვენს კოალიციაში არ მხოლოდ დღეს, აი ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთდა განცხადებები, რომ აი სულ ერთია, არ არის მნიშვნელოვანი ფორმალურად იქნებით თუ არა აკრძალული. ეს დამოკიდებულება როგორ უნდა გავიგოთ, ესეც მინდა რომ კითხოთ. ამით რისი თქმა გინდათ? აკრძალვა, თუ კი რა თქმა უნდა, დაადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია იმას, რასაც ითხოვს ქართული ოცნება. ხო, აი შეგიკრავთ თუ არა ხელფეხს ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედებაში? დიდი მადლობა, ეს ძალიან კარგი კითხვაა, ამის უფრო ნათელი მოვფინოთ იმას, რას გულისხმობთ და რას ვაპირებთ. მოდი პირდაპირ თქვათ ასეთი რამ, პოლიტიკური პარტია არის პოლიტიკური თამაშის მთავარი აქტორი. ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოში პოლიტიკური თამაშის წესები. აქ მოდი დემოკრატიასაც არ გამოვიყენებ სიტყვას, იმიტომ რომ ზოგადად პოლიტიკა გაანადგურა საქართველოში. თუ კი ამ პოლიტიკის თამაშის წესებია განადგურებული, მაშინ ავტომატურად პოლიტიკური პარტია, რომელიც ქაღალდზეა დაფიქსირებული, მისი აი ამ ქაღალდიდან არ დაფიქსირება ვერაფერს ცვლის. მაშინ, როდესაც ერთადერთი ადგილი საქართველოში პოლიტიკური თამაშის წესებისთვის დარჩა ქუჩა, სადაც ის დაიბადა, გულისხმობ დემოკრატიას ხალხის სიახში და ერთადერთი ადგილი ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს დატოვა, იმიტომ რომ ამას ვერ ანადგურებს. იმას, რაც ქუჩაში ხდება, იმას, რაც ხალხში ხდება, ვერ ანადგურებს, იმიტომ რომ მე დავიწყე და ვერ დავამთავრე, საქართველოში საბოლოო ჯამში ბელორუსიზაციის მოხდენა არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის დემოკრატიაში დაბადებული.
განსხვავებული. ამ ქვეყანამ იბრძოლა ამისთვის, დამოუკიდებლობა აღადგინა, თვით საბჭოთა პირობებშიც კი არ დათმო ის, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მაგალითის სახით მოვიყვან 14 ენასთან დაკავშირებით 1978 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხისას. ანუ საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც ისე მთავრდება საქართველოში, როგორც ეს ქართულ ხალხს უნდა. ამიტომ დემოკრატიის მთავარი საყრდენი სადაც არის, ანუ ქუჩაში და ხალხში, იქ ბიძინა ივანიშვილი ვერ ახდენს გავლენას. და პოლიტიკური პარტიის გაუქმება გულისხმობს ჩვენ მაინც არ ვიღებთ მონაწილეობას თამაშის იმ წესებში, რასაც ბიძინა ივანიშვილი აწესებს. ამიტომ რა თქმა უნდა და ამიტომაც ვამბობთ, რომ რეალურად ეს არ იყო ჩვენთვის არ ჩოკის მომგვრელი, არც მოულოდნელი, არც რაღაცა დიდად ჩვენი ცხოვრების წესის შემცვლელი, ხო? ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას. აი დღეს დილით ნიუსრუმში თქვენი კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მივიღებთ, ასე ვთქვათ, 21 საუკუნის არაფორმალებს, როგორც ეს იყო გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ მოქმედებდა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. აი როგორ ფიქრობთ, დგავართ 21 საუკუნის არაფორმალების შექმნის რეალობის წინაშე? აი ისტორიის ამ გვერდის შემდეგ ბევრი ფურცელი გადაიშალა, ბევრი წელი გავიდა, ბევრი თვალსაზრისით განვითარდა ჩვენი ქვეყანა, ბევრი რამ შეიცვალა საქართველოში, დავუახლოვდით ევროპას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაც კი გახდა საქართველო, ხო? რამდენად დგას ახლა უკვე 35 წლის და კიდევ უფრო უკან დაბრუნების საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყანა? კი, ნახეთ, აქ არის ერთ ძალიან მარტივი პასუხი ამაზე. საქართველო ახლა დგას დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე. ანუ რას ვგულისხმობთ ამაში? იმას, რასაც ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც ხედავენ უკვე აი ამ საფრთხეს, თქვენ ამაზე ისაუბრეთ და პირველ რიგში რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, თითოეული ქართველი ამას გრძნობს და საკუთარ თავზე აღიქვამს ამას უკვე, საკუთარი თავით აღიქვამს ამას, რომ თუ კი ბიძინა ივანიშვილი შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით რუსეთის უკანა ეზო ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და რა ვიცი, გნებად სიმბოლური გაგებით. ამიტომ, როდესაც ქვეყანა დგას დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე, მაშინ იწყება სწორედ აი ის მოძრაობა, რაზედაც თქვენ ილაპარაკეთ. 21 საუკუნის ახალი ეროვნული მოძრაობა. პარტიების ქაღალდზე არსებობას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან კარგი მანდატი. ჩვენ ვიცით, რომ მიღებული ვართ საზოგადოებაში, ჩვენ გვაქვს ძალიან ჭიდრო კავშირები იმ ხალხთან, ვინც ჩართულია აი ამ ბრძოლაში. მე ვგულისხმობ აი რუსთაველის პროტესტის გარშემო შექმნილ აი ამ დიდ მოძრაობას და ჩვენ შევეცდებით, რომ ამან მიიღოს უფრო მძლავრი ხასიათი და უფრო მაშინ ამასაც კითხავთ, ერთად თუ ცალ-ცალკე უნდა გაგრძელდეს ბრძოლა. აი ლელოს თუ არ ჩავთვლით, სხვა პარტიები საუბრობთ ერთიანი ფრონტის მოქმედების აუცილებლობაზე, თუმცა აი ვერა და ვერ, ასე ვთქვათ, მიდიხართ ამ ერთიანობამდე. რა გიშლით ხელს იმაში, რომ ერთხელ მაინც შეძლოთ ერთიანი ფრონტის ხაზის ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა და ამის ანალოგსაც მოვიტან, მაგრამ ერთობა უნდა მოხერხდეს და დაჯგუფდეს პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებით. ჩვენთვის პრინციპული საკითხი არის ის, რაც ქართულმა ხალხმა ამ 1 წლის განმავლობაში მოახერხა და მიაღწია. ეს არის ართანამშრომლობის ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ართანამშრომლობის გზით მათი დილეგიტიმაცია. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც არის მიმართული იმისკენ, რომ ამ დილეგიტიმაციას მიაყენოს რაიმე საშიშროება ან საფრთხე, ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი. ამიტომ ჩვენ ერთობას შევკრავთ და ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც ართანამშრომლობის გზით დილეგიტიმაციისკენ მიმდინარე გზას გააგრძელებს ჩვენთან ერთად. ეს არის და ეს ძალიან კარგად აჩვენა 4 ამ არჩევნებმაც, ხო, რომელიც ახლა ჩატარდა ეგრეთ წოდებულმა არჩევნებმა, 750,000 საქართველოს მოქალაქე ამომრჩეველი არ მივიდა არჩევნებზე. აი რომელ პარტიებთან დასხდებით და რომელ პარტიებთან არ დასხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან კონკრეტულადაც რომ ვისაუბროთ. პირდაპირ თქვათ პარტიების სახელით დავსხდებით ყველასთან, ვინც ამ პრინციპულ საკითხებზე იმაზე რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, აი ამ დილეგიტიმაციის გაღრმავებისკენ. ესეთ კითხვები გაქვთ ლელოსა და გახარიასთან მიმართებაში, 4 ოქტომბერთან მიმართებაში, კითხვები გაქვთ ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, მაშინ ვინ დარჩა ესეც. ნახეთ, გახარიასთან რეალურად ყველაზე მარტივი აქ არის, მათ პირდაპირ აღიარეს, ხო, რომ ჩვენო თავი გადავიჩინეთ და შევედით და ვიქეცით რაღაცა აი სისტემურ ოპოზიციად, ამიტომ მე არ ვიცი აქ როგორ და რანაირად ნებისმიერ საკითხებზე შეიძლება საუბარი და კამათი, მაგრამ
ერთობას მათთან ახლა ძალიან რთულია ამაზე ამ ეტაპზე საუბარი. ამიტომ მე გავაგრძელებ იმას, რაზედაც ვსაუბრობდი, ჩვენ გავაგრძელებთ ერთობის კეთებას იმ ხალხთან, ვინც არის აი ამ ბრძოლაში ღიად ჩართული, იმისათვის რომ როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ისე ადგილობრივ დონეზე მოვახერხოთ და უფრო მეტად გავაღრმავოთ, უფრო მეტად შემოუჭიროთ ის სალტე, რომელიც ქართულმა ხალხმა აი ამ 1 წლის განმავლობაში მოახერხა და დააფუძნა, ხო? 2024 წლამდე ხო არც საერთაშორისო მასშტაბით და არც საქართველოს შიგნითაც არავინ უწოდებდა ქართულ ოცნებას რუსულ რეჟიმს. ჩვენ მოვახერხეთ და ეს უკვე მიღებულია. არავინ საქართველოში და არც გარეთ არავინ აღიარებს ქართულ ოცნებას, ქართულ პოლიტიკურ გუნდად. ის არის რუსული რეჟიმი, ის არის პუტინის წარმომადგენელი და ის არის იმ მხარეს, სადაც არის ბოროტება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ერთ წელიწადში. ჩვენ ხო ამბობთ, რომ ძალიან სწრაფად მიდის ბიძინა ივანიშვილი და ამყარებს საქართველოში ავტოკრატიას. მეორეს მხრივ ისიც ძალიან სწრაფად ხდება, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო ის ეპითეტები და დახასიათება, რასაც რეალურად წარმოადგენს. ამიტომ ამის გაშვება ხელიდან არ შეიძლება. სწორედ აი ამ ნიშაზე უნდა შეიქმნას ერთობა და ვინც ამაში წამოვა ხალხთან ურთიერთობაში, აუცილებლად იქნება აი ამ ერთობის ნაწილი. ჩვენ ყველასთან ვსაუბრობთ. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაიხსნას დებატები ნებისმიერ საკითხებზე, მაგალითად განათლების საკითხებია ეს, ასე შემდეგ ბევრი საკითხი, რომელზედაც პარტიებთან უნდა შეგვეძლოს საუბარი, მაგრამ მთავარი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ბიძინა ივანიშვილთან ართანამშრომლობა და მისი დეგიტიმაციის გაღრმავება. კეთილ ბატონო, ისევ პარტიების აკრძალვის საკითხის ირგვლივ მინდა ვიტრიალოთ და ახლა ერთი კითხვა უშუალოდ გახარიას პარტიის შესახებ დაგისვათ, რომელიც არ მოხდა, ასე ვთქვათ, ასაკრძალი პოლიტიკური სუბიექტების ჩამონათვალში. არ ვიცი, აი რა პოზიცია გაქვთ გახარიას პარტიამ თქვენი აზრით თავი გადაირჩინა პარლამენტში შესვლით თუ ხდება ის, რასაც თვითონ ყოფილი პრემიერის გუნდში ამტკიცებენ, რომ მათი ასაკრძალი პარტიების სიაში არ ჩასმა არის ქართული ოცნების ტრიუკი იმისთვის, რომ გააშაოს გიორგი გახარიას პარტია და კიდევ უფრო გაზარდოს დაპირისპირების ხარისხი ოპოზიციურ პარტიებს შორის. იცით რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი არის ერთი, მაგრამ თავად პარტია რას აკეთებს, ეს არის მეორე. ფაქტია ეს, რომ რაც უნდა ბიძინა ივანიშვილის ის ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, ხო? ავტოკრატიას ერთი ხიბლი აქვს, არაფერი დამალული აღარ არის, ყველანი ყველაფერზე ღიად საუბრობენ, იმიტომ რომ ავტოკრატიის მთელი აზრი სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ შენ უნდა დაგამტკიცებინოს და ხაზი გაგასმევინოს თავად, რომ შენ ემორჩილები ავტოკრატს. ამიტომაც ნახეთ, ერთი თავად ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა გადაწყვეტილებამ ვინ უნდა იყოს ასაკრძალთა სიაში და რატომ, ეს არის ძალიან მკაფიო, ანუ პირდაპირ თქვეს, რომ გრძალავთ იმას, ვისაც აქვს გავლენა და მე შემდგომში ვინც დავტოვეთ აუგრძალავი, არ აუგრძალავთ მანამ სანამ მათ გავლენა არ ექნებათ. ნუ ეს არის კატასტროფა და მეორე ადამიანების პოლიტიკურ პარტიებს არ უგრძალავთ იმ ნიშნით, რომ ისინი თანამშრომლობენ ჩვენთან. ამას ვამბობ სწორედ, ეს არის ლეგიტიმაციის მინიჭება. ამიტომ არ იყო სწორი არც პარლამენტში შესვლა, არც ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მე ყოველთვის ვამ ერთ კითხვას, აბა დაუშვით თქვენ და შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების მერე ყველა ოპოზიციურ პარტიას მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც გახარიას პარტიამ მიიღო. ყველანი შევსულიყავით პარლამენტში, მიგვეღო ის დაფინანსება, რომელსაც ვიღებდით, მერე მონაწილეობა მიგვეღო ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ აი ამ თამაშში, რომელსაც ეგრეთ წოდებული ადგილობრივი არჩევნები, მაშინ რეალურად პროტესტ სადღა უნდა ეარსება. მაგრამ იქნება ასეთი მკვდარიც არ ყოფილიყო პოლიტიკური პროცესი. ფაქტობრივად პროცესი არ არის მკვდარი. მოდი ნუ არა, მე არ დაგეთანხმები თამაში, პოლიტიკური პროცესი საქართველოში არის ძალიან ცოცხალი. აქ არის დემოკრატიული თამაშის წესები განადგურებული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. რა არის იცით, მე არ ვეთანხმები იმას, რომ ის რაც ახლა ქუჩაში ხდება არ არის პოლიტიკური თამაში. პირიქით, პოლიტიკური თამაშია. კიდევ ერთს გავიმეორებ, დღეს ჩვენ ბევრჯერ მოგვიწია საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბარმა. რამ მიიყვანა საქართველოს დამოუკიდებლობამდე? თამაშის წესებმა ქუჩაში. და საქართველოს დამოუკიდებლობა დაიბადა ქუჩაში. 1989 წლის 9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა, რომელმაც მოიტანა ის, რომ საქართველოს 10 აპრილიდან სხვაგვარად ვეღარ იცხოვრებდა, ისე ვეღარ იცხოვრებდა, როგორც მანამდე 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს არის ქუჩაში დაბადებული ხალხის მიერ მოპოვებული ბრძოლის შედეგი. ამიტომაც ვამბობთ, ნახეთ, იქ ერთი რამ მოხდა, ზუსტად გამსახურდა ამ პერიოდიდან თუ რამე შეიძლება კიდე ანალოგი
ზუსტადაც რომ არ თანამშრომლობის საფუძველზე მოახერხა ზვიადგამსახურდიამ გამარჯვება მაშინ საბჭოთა სისტემით პირველ ჩატარებულ მრავალპარტიურ არჩევნებში. ეს ერთი. და მეორე, ერთობა რომელიც ზვიადგამსახურდიამ შექმნა, სწორედ ძალიან პრინციპული აი ამ წითელი ხაზების შიგნით, რომ იქ არსებობდნენ სხვა პარტიები და სხვა რომელიც არ აყვა ამ თამაშში. ზვიადგამსახურდია და ახლა ისტორიის წიგნებშიც კი არ არის მათი ხსენება. ხვდებით რასაც ვამბობ, ამიტომ ზუსტად ამას ვიმეორებ ჩვენ, როცა ვამბობთ აი ამ გამოცდილებაზე ვსწავლობთ, რომ ძალიან კაფეო, ძალიან პრინციპული ართანამშრომლობისა და დელეგიტიმაციის ფარგლებში უნდა მოვახერხოთ ქართულ ხალხთან ერთად ამ ერთობის ჩვენი ინტერვიუსთვის განკუთვნილი დრო და ბოლო კითხვა სრულიად სხვა თემაზე უნდა დაგისვათ. მორიგი კორუფციული ფაქტის შესახებ ამცნო ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საზოგადოებას და სწორედ ეს ამბავი შევაფასოთ. დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ყობა გაბუნია, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ჩატარდა მასთანაც, ყოფილ მინისტრი ირაკლი ქარსელაძესთანაც და კიდევ რამდენიმე სხვა პირთან ჯამში, მოკლედ 20 სხვადასხვა ობიექტზე. რასაც თქვენთვის ის პროცესი, რასაც ქართული ოცნება უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს, ახორციელებს და რაც შეეხო მათ შორის არაერთ ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ შორის შეეხო საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. მოდი ნუ დავაწვრილმანებ და პირდაპირ ვთქვათ, რომ კორუფციაში 2012 წლიდან დღემდე ჩართული იყო მთელი სისტემა, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ის ადამიანები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, რომელიც მანამდე დააპატიმრეს და მერე მილიონი ლარის საფუძველზე გარეთ გამოუშვეს, ხო? ესენი არიან ის ხალხი, ვინც შექმნა ეს სისტემა ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ანუ არავინ მოიტყუებს და არც არავინ იტყუებს თავს, რომ ისინი გადაწყვეტილებებს იღებდნენ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებების გარეშე. ეს არ არის ის სისტემა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ამის უფლებას მიცემდა. ამიტომ ერთი, რასაც აჩვენებს ამათ დაჭერა არის ის, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი გარდა ძალადობისა დგას კორუფციაზე, შავი ფულის გათეთრებაზე და ადამიანების საქართველოში გადამხდელი, გადასახადის გადამხდელი ადამიანების მიერ გადახდილი თანხების მითვისებაზე. ბაღის ფულებს იპარავდნენ ადამიანები. ხვდებით რაც ვამბობთ, აი სკოლაზე გქონდა ახლა ხო პრობლემები, მეათე სკოლა, სანამ ეს ბავშვები ქუჩაში არ დადგნენ, მანამდე პრობლემები არ მოუგვარდა და ახლა ბაღის 3 წლის და 4 წლის ბავშვები ქუჩაში უნდა დადგნენ იმისთვის რომ ბაღები კონდეთ. ხვდებით რა ამ კითხვებს სპეციალურად ვსვამე, იმიტომ რომ ყველაფერი ერთმანეთთან არის გადახლართული. მეორე რასაც აჩვენებს ბიძინა ივანიშვილი ძალიან რომ არ უჭირდეს ამ ადამიანებს არ დააკავებდა. რატომ ახლა ის არის ვაბანკზე წასული და მას ჭირდება ესეთი ატომური ბომბის მსგავსი ამბები, რომელიც საზოგადოებას დააჯერებს და იმაში რომ თითქოს ირაკლი ყობახიძე რაღაც ახალი გამარჯვებული სრულად ახალი პარტიის ლიდერივით იქცევა და აპატიმრებს ადამიანებს, რომლებიც მისი პარტიის წევრები არ იყვნენ. ხო, ახლა ამას ვინ დაიჯერებს? ამიტომ ერთადერთი რაც ბიძინა ივანიშვილს აღარანაირად არ აინტერესებს, ეს არის რეიტინგი იმ პარტიისაც კი, რომელსაც თავად წარმოადგენს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოს პოლიტიკა მოკლა, ამიტომ რეიტინგები, დემოკრატია, პარტიები აღარ არსებობს. მადლობა ბატონ ლანდო იმისთვის რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს.